გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. პარლამენტში ეგრეთ წოდებული გრანტების კანონის პაკეტის განხილვა გრძელდება. მშვიდ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები დაწესდება. საქართველოში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს და კენჭი უყარეს. ეს ცვლილებები პოლიტიკური ველის გაწმენდის გარდა კერძო სექტორსაც განუზომელ ზიანს მიაყენებს. დაწერა სოციალურ ქსელში ყოფილმა დეპუტატმა და მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ, რომლის შეფასებითაც პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ყველაზე მეტ შეზღუდვას, ყველაზე ფართო ინტერპრეტაციებს, ყველაზე მეტ ბუნდოვანებას და ყველაზე გავრცელების სახიფათო კონტროლის მექანიზმებს მოიცავს. უფრო დეტალურად რა რისკებს შეიცავს საკანონმდებლო პაკეტი ბიზნეს სექტორისთვის და ზოგადად რატომ ხდება უცხოური დაფინანსების კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრება მოვისმენთ მალე იურისტისგან სამართლებრივ ასევე პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, კიდევ ერთხელ მინდა მოვისმინოთ არჩილ გორდულაძის არგუმენტი, რატომ ამკაცრებენ გრანტების შესახებ კანონს. უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. თქვენ ხართ კოლექტიური მარტა კოსების და პაվել ჰერჩინსკების მხარეს, ჩვენ ვართ ქართული ხალხის მხარეს. ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გახარია საქართველოსთვის წევრ გიგა ფარულავას დღეს კომიტეტის სხდომაზე ამ უკანასკნელმა გრანტების შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დასვა კითხვები. არჩილ გორდულაძე დღესაც ირწმუნებოდა, რომ შემზღუდავი კანონი არ შეეხება თარჯიმნებს, არც ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ თანხებს. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი კომენტარი. სამწუხაროდ განყოფილებს შესაძლებელია აღებული კონდეთ ასეთი თანხმობის გარეშე გრანტები. ან მაგალითად გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების გვერდისავლით რომელიმე უცხოურ ფარდულში ყოფილიყვნენ გადარეგისტრირებულები და ჩვენ მარტივად ვამბობთ, რომ ფარდულში გადარეგისტრირება თუ ვინმე წარმოაჩინა იმისათვის და წარმოიდგინა, რომ კანონისში არსებობს ხურელი თანხმობს გამოიყენებდა, ვეუბნებით, რომ ვეღარ გამოიყენებთ. კიდევ ვიპოვით კანონში ხვრელებს, რითაც შეიძლება რომ საქართველოში თანხები შემოიტანოთ ჩავი ფული და შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ვინმე გამოიყენოს, ამასაც დავაიდენტიფიცირებს და ამასაც მაქსიმალურად შევზღუდავთ. რაც შეეხება ზოგადად ერთი პრინციპია, ჩვენ ვერთანხმდებით ერთ პრინციპზე, რომ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. თქვენ კიდე ამბობთ, რომ უნდა იყოს, უნდა შემოდინდებოდეს. თქვენ ხართ რეალურად კოლექტიური კოსების და კოლექტიური ჰერჩინსკების მხარეს, ხო ჩვენ ვართ საზოგადოების მხარეს და ქართველი ხალხის მხარეს და ამ დისკუსიაში ვერასდროს ვერ შევთანხმდებით და რაც კარგი არის ახაც რომ ჩვენ ვიქნებით და გავაგრძელოთ მუშაობას ქართველი ხალხის დაკვეთით. გრანტების შესახებ კანონის პაკეტთან ნაწილია საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტების დასჯაც, როგორც დაანონსდა შესაძლოა მეწარმე იურიდიული პირებიც გაასამართლონ სისხლის სამართლის წესით საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის. მიზეზი მარტივია, პოლიტიკით უნდა დაკავდნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო სამეწარმეო სუბიექტები დაკავდნენ ბიზნესით, აცხადებს ისევ არჩილ გორდულაძე. შეგახსენებთ, ოცნების განმარტებით საჯარო პოლიტიკურ აქტივობად ითვლება საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ამ თემაზე არჩილ გორდულაძის კომენტარი. პასუხისმგებლობა 20,000 ლარის ოდენობით არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი, ანუ პირველ ჯერზე, ხოლო შემდგომი ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ანუ ის იურიდიული პირი თუ არის ადმინისტრაციულ სახელდადებული პოლიტიკური აქტივობისათვის მეორე ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს, იმიტომ რომ არ არსებობს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის გარეშე და შემოთავაზებული არის ბუხლი, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა იქნება განსაზღვრული ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200 საათამდე, ან თავისუფლების აკვეთით ვადით 3 წლამდე, ხოლო არაეგზის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავისუფლების აკვეთა 4 წლამდე, ჯარიმა საზოგადოების სასარგებლო შრომა 300 საათამდე.
ამოხილდ გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი შესაძლებელია დაისაჯოს ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას ასეთი მსუსხავი კანონის მიღება ბიზნესისთვის, რომელიც მით უმეტეს ბოლო თვეებში დიდად არ გამოირჩევა არათუ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ხმამაღლა გახმოვანებით, არამედ იმ კანონ პროექტებსა და რეგულაციებზეც კი, რაც უშუალოდ ბიზნესის საქმიანობას ეხება ან ართულებს პოზიციის დაფიქსირებით. ამაზეც ვისაუბრებთ მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელთან, ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია უკვე ხაზია. საღამოშტების ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერთვებით გადაცემაში. რადგან ბიზნეს მედია ვართ, პირველ რიგში სწორედ მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებული კანონპროექტის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მინდა გთხოვოთ. ჩვენ ახლა ვისმენდით არჩილ გორდულაძის განმარტებას. თქვენც დაწერეთ სოციალურ ქსელში ეს ცვლილებები კერძო სექტორსაც განუზომელ ზიანს მიაყენებსო. რა რისკებს ხედავთ? მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ამ საკანონმდებლო ცვლილებას უწოდე როგორც ყველაზე სახიფათო, ყველაზე ბუნდოვანი და ყველაზე დიდი ზიანის მომტანი საკანონმდებლო ინიციატივა. მე 8 წლის განმავლობაში საკანონმდებლო საქმიანობას ვეწეოდი და ორ კომიტეტს თავმჯდომარეობდი, რომელიც ყველაზე მეტად პასუხისმგებელია კანონების გამართულად ჩამოყალიბებაზე. ეს არის ადამიანის უფლებები და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ამიტომ კანონის ენა როგორი უნდა იყოს ის, როგორ უნდა იწერებოდეს, ძალიან კარგად ვიცი და ვიცნობ მათ შორის იმ ნიუანსებს, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რომ კანონი იყოს მკაფიო, გასაგები, ცხადი, განჭვრეტადი და ყველა მოქალაქისთვის გასაზიარებელი, ანუ გასაგები. შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ უნდა იყოს გასაგები. ეს არის ყველაზე ბუნდოვანი და ყველაზე სახიფათო ტენდენციების მატარებელი და შინაარსის მატარებელი საკანონმდებლო ინიციატივა. პირველ რიგში, რატომაც არის ის ბიზნეს გარემოსთვის ყველაზე ასევე საშიში, გეტყვი ძალიან გასაგებ თეზას. ბიზნესი პირველ რიგში გრძნობს როგორი კლიმატია, სამართლებრივად როგორი კლიმატია ქვეყანაში და პირდაპირ აისახება სამართლებრივი სისტემის პრობლემები და მართლმსაჯულების სისტემის სისტემური პრობლემები პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესზე. არავინ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს, თუ მას არ აქვს განცდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, ანუ სამართლებრივი გარემო, ანუ დაცულობის განცდა და კანონის პატივისცემა და სამართლის უზენაესობა თუ არ არის დაცული. ეს არის აქსიომა და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ბუნებრივია არის საქმიან პროცესებში. აი ნახეთ ჩანაწერი, რომელიც პირველ რიგში და პირველი ჩანაწერია მეორე მუხლი გრანტების შესახებ კანონში, ნახეთ რა სახიფათო ჩანაწერს მოიცავს. რა მიიჩნევა ზოგადად საჯარო გრანტად განმარტებულია და შემდეგ რა მიიჩნევა პოლიტიკურ და საჯარო ინტერესებად. ყველაფერი გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სხვა მოქალაქის ან იურიდიული პირის. ნახეთ როგორია. ყველაფერს მოიცავს სხვა სახელმწიფო ან სხვა მოქალაქე, სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან იურიდიული პირი. დაფარა მთლიანად სეგმენტი. ხო მეტი ხო არაფერი არ რჩება. ან მოქალაქე ხარ, ან იურიდიულ პირს წარმოადგენ, სადღაც ხარ გაერთიანებული, ან სახელმწიფოს წარმოადგენ. აი ნებისმიერი ასეთი სუბიექტის მხრიდან საქართველოს მოქალაქისთვის, ან იურიდიული პირისთვის. ყველაფერს მოიცავს. ფულადი ან მატერიალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, აი ნახეთ, აი ეს არის სახიფათო, რომელიც ხმარდება საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე. რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ ან გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ეხა ანს დავანებოთ თავი, უკვე რაც წავიკითხე.
უკვე რაც წავიკითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ, რაც კი ქვეყნის გარედან, მათ შორის აი ბიზნეს ურთიერთობებში, ხო? საერთაშორისო კონტრაქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები. შეიძლება რომ აი ეს ჩანაწერი საზოგადოების რაღაც ნაწილზე გავლენა არ კონდეს ადამიანი ბიზნეს როა წარმოებს? შეიძლება წარმოიდგინოთ რაიმე ისეთ საქმიანობა, რომელიც არავიზე გავლენას არ ახდენს, აბა რასაკეთოს? რა ბიზნეს რატო აწარმოებ? აი პროდუქტს რო ყიდი. მაგალითად, სულ თავი დავანებ, საწვავს ყიდი, პროდუქტს ყიდი, საკვებს ყიდი, რაღაც რო შემოგაგ. რაღაცა ნაწილზე ის გავლენას არ ახდენს, თუნდაც გინდა რომ კარგი პროდუქტი შემოიტანო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ესეც ხო გავლენის მოხდენაა. ნუ ძალიან ფართო გაგება აქვს და გუნდოვანი. აი, ამიტომ უწოდები ამას ძალიან სახიფათო რომ ვისაც ესმის კანონის წაკითხვა რა არის და კანონი სიტყვასიტყვით არ იკითხებდეს, ყველა იურისტმა უნდა იცოდეს, კანონი იკითხება ძალიან ფართოდ სხვადასხვა მეთოდოლოგიის გააზრებით. და ისე სახიფათოდ იკითხება ეს ზუსტად ისე როგორც მე ხარ ყოფილი კანონდებელი ვკითხულობ. ნახეთ, არ არსებობს რაიმე საქმიანობა, დიდი თუ პატარა, მცირე თუ დიდი ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა. რომ რაიმე ნაწილზე, აი თუნდაც 5 ადამიანზე რომ გავლენა არ კონდეს. აბა როგორ შეიძლება რაიმე საკეთებდე, რომელსაც არაფერი არის გავლენა არაფერზე არაა. გავლენა ცუდი ხო არ არის, თავისთავად სიტყვა გავლენა ნიშნავს გარკვეულ ქმედებას, ხო გარკვეულ ქმედების განხორციელებას, რომელმაც რაღაც შედეგი უნდა მოიტანოს. ეს ჩანაწერი გეუბნება, რომ ნებისმიერი ასეთი რამე უკვე გარანტია, თუ უკვე გარანტია მე ამას მოყვება სხვა გაგრძელება, აი თუ ასეთ შრომით ურთიერთობაში ხარ, შემდეგ ეს ყველაფერი მთავრობის თანხმობით უნდა მიიღო. შემდეგ ამის გაგრძელება, რომ პოლიტიკურ საქმიანობა საერთოდ გეგრძელება, წარმოუდგენელ განვითარებას ახდენს. ანუ გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებები ჩვენ უფრო აქცენტს ვაკეთებდით მათ შორის საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის, რომ შეიძლება მეწარმეები დაჯარიმდნენ. ესეც შეიძლება თუ მართლმა ძალამ მოინდომა ან მოისურვა, ან ვინმეს დასჭა ამ კანონით, შეიძლება ბიზნესაც თავისუფლად შეეხოს კანონად მიღების შემდეგ. ნახეთ, აი ჩანაწერი საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენა. საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გეუბნება, ანუ ყველასო. მასზე გავლენის მოხდენა, უფრო მეც გეტყვით. ზოგადად საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ან ნახეთ, ან საჯარო ინტერესების მიდგომიდან და ურთიერთობიდან გამომდინარეობსო. ეს კიდევ ნახეთ რას ნიშნავს. ნებისმიერი მოქალაქე ხო არის ხელისუფლების წყარო. დიახ. ანუ ნებისმიერი პირი მოქალაქე ვინც არის, ის ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების პროცესში როგორც მოქალაქე მონაწილეობს და ვალდებულიც არის. რომ მის ირგვლივ გარემო უკეთესი გახადოს მისი მოქალაქეობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე. ყველაფერი, რასაც მოქალაქე აკეთებს თავისი აქტივობით, აი საჯარო ცხოვრებაში, ქუჩაში გამოვიდა, ვთქვათ, და ვიღაცა არღვევს წესრიგს და მოუწოდებს, რომ თქვენ წესრიგს არღვევთ. ესეც მიმართულია, რომ გარემო გახადო უკეთესი, ხო, რაღაც შეცვალო. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს პირი სადღაც არის დასაქმებული, რომელიღაც ორგანიზაციაში, რომელიც იღებს ქვეყნის გარედან რაღაც საერთაშორისო კონტრაქტებით თანხას, უკვე ამ სუბიექტის როლში ექცევა. თუმცა დღეს არჩილ გორდულაძე ამტკიცებდა, ეს თარჯიმნებს არ შეეხება, ეს კანონი არ გავრცელდება ემიგრანტებზე, როგორც გვესმოდა ბოლო პერიოდშიო. არ ვიცი, ეს ჩამონათვალი სად არის? ასე ხო შეიძლება ენდო წინასწარ გაკეთებულ საჯარო განცხადებას ნდობა და გარანტიას ქმნის კანონი თავისი ჩანაწერით. ჯერ საერთოდ ამის აკრძალვა, რომ მოქალაქეს უთხრა, რომ პოლიტიკა აკეთონ პოლიტიკოსებმა, საერთოდ ესმით რა არის პოლიტიკა. პოლიტიკა ეს არის, სხვა შორის პლატონი ამბობდა, რომ ყველა მოქალაქის დაცვას და უარესების უკეთესად გარდაქმნას ემსახურებაო პოლიტიკა. და მაკიაველი ამბობდა, რომ ეს არის ცოდნა, სამართლიანი და ბრძნული მმართველობა გქონდესო.
და შენ როგორც მოქალაქე ვალდებული ხარ, რომ ამ პროცესის მონაწილე იყო და არა სადღაც იყო ჩაკეტილი შენს დაჯოთში. როგორ შეიძლება შემოხაზო წრე და თქვა, რომ პოლიტიკოსი არის მხოლოდ ის, ვინც არის ოფიციალურად რაღაცა საჯარო სამსახურში დასაქმებული. ასე ხო არ შეიძლება პოლიტიკის განსაზღვრა. ყველაფერი თქვენი ბიზნეს საქმიანობა იყო რომელიღაც კორპორაციის სტრატეგიული ხედვა არის მისი პოლიტიკა. ქალბატონ ეკამ, საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტები დღეს უკვე როგორც დაანონსდა, ითქვა კიდეც შეიძლება 3 წლით დააპატიმრონ, არაერთ გზის განმეორებით შემთხვევაში 4 წლი და ასევე იურიდიული პირის შესაძლოა დაისაჯოს ჯარიმით ან ლიკვიდაციითო. პირველ რიგში მაინტერესებს აქაც თქვენი როგორც იურისტის განმარტება და შეფასება, კი წავიკითხეთ, როგორც არის კანონში განმარტებული საჯარო პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ რამდენად მკაფიოა ეს თუ ესეც როგორც მთელი პაკეტი არის ბუნდოვანი, აი მაგალითად ბიზნესმენმა რომ თქვას, რომელიმე ტელეეთერით ან გავიდეს ქუჩაში რომელიღაც აქციაზე და თქვას, რომ თუ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდა ქვეყანა, ეს ძალიან ცუდად აისახება საინვესტიციო კლიმატზე, ან პრობლემები შეექმნება ეკონომიკას, ან უბრალოდ მოუწოდოს ხელისუფლებას დაალაგოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. ამ განმარტებით რამდენად შესაძლებელია, რომ ამის თქმის უფლება წაერთვას ბიზნესმენს? არ შეიძლება ამის უფლება წაართო ბიზნესს. არათუ ვერ აუგრძალა. ვალდებულიც არის, თუმცა ეს კანონი რას ამბობს? აი ხა გეტყვით ამ კანონზე. ეს კანონი საერთოდ სრულიად თავდაყირა აყენებს ყველაფერს, მაგრამ ეს კანონი ვერ მოერევა, ვერ გაუთანაბრდება, ვერ გადაწონის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. ყველაფერი ისაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მათ შორის ეს არის კარგი ბიზნესმენის სამოქალაქო პასუხისგებლობაც, რომ მათ შორის მას აღელვებდეს მისი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა და არ მიიჩნევა არსად კარგ სტანდარტად, როდესაც არ აწუხებთ ეს საქმიან ადამიანებს. მისი ქვეყანა რომ ვითარდება თუ არა, ევროპულ ოჯახში მიდის თუ საბჭოთა კავშირში ბრუნდება. აი ეს სტანდარტი არის სტანდარტი ყველგან. თუ ამას მოინდომებს დღეს ქართული ოცნება, რომ უთხრას, რომ შენ ბიზნესმენო, ეხლა სიტყვა არ დაძრა პოლიტიკურ პროცესზე, რაც ხდება გარეთ ქუჩაში, ან რაც არ მოგწონს, ამაზე ნუ ილაპარაკე. ესეც პირდაპირ ეჯახება კონსტიტუციას და კონსტიტუციას თუ ეჯახება რამე კანონი, კონსტიტუცია ამბობს, რომ ის უპირატესია და ის მოქმედებს. ამიტომ აქ რაც არ უნდა ჩაწერონ, კონსტიტუციურად ეს უფლებები გარანტირებულია. მაგრამ მეორე საკითხია, რა უნდა ოცნებას? ოცნებას უნდა დააფრთხოს აი ამ კანონით, ვინც ჩემსავით არ კითხულობს შესაძლოა, ან არ განმარტავს. მე ამას განმარტავ, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, ამას ვამბობ, რომ მე ხომ ჩემს მსგავსი კანონები დამეთანხმებით დღევანდელ საქართველოში მით უმეტეს ალბათ გავლენას იქონიებს, მათ შორის ბიზნესმენების გამოხატვის თავისუფლებაზე. ამიტომ აკეთებს ოცნება ამას. განა არ იცის, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართალს. ამდენი ალბათ მათაც კი იციან. მაგრამ რატომ აკეთებს იცით? ამას საფრთხობელად აქცევს, ეუბნება ბიზნესს, რომ ეხლა გაჩვენდით. და ბევრი ამას მიიღებს ალბათ სამწუხაროდ. თუ არ მიიღებს და აი ისევე წაიკითხავს, როგორც უნდა წაიკითხოს, რომ კონსტიტუცია უპირატესი და კონვენციები, რომელსაც მიერთებული ვარ და ეს კანონი ვერ აუგრძალავს ბიზნესმენს, რომ თქვას, რომ ჩემი ქვეყანა მინდა იყოს ევროკავშირში და არასწორად ვითარდება და თუ იტყვის რომელიმე ამის წამკითხველი ბიზნესმენი, რომ ხო, რა ვქნათ, ხმა აღარ უნდა ამოვიღოთ, ესე იგი მიზანი მიღწეული აქვს ამის ავტორს. იცით რა არის საინტერესო? მე დასაწყისშიც აღვნიშნე, ბიზნესი ისედაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით ფრთხილია, ნაწილი გაჩუმდა საერთოდ, ნაწილი სიტყვებს ზომავს და ასე შემდეგ. რატო დასჭირდა ოცნებას აი ესეთი მსუსხავი ეფექტის მქონე კანონის მიღება, როდესაც დიდი რისკი და საფრთხე ბიზნესმენების პროტესტის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში არ ჩანდა. მან იცის რომ ხადარიგი დაიჭირა?
შესაძლოა თადარიგი დაიჭირა, შესაძლოა ვინც ბედავს და საუბრობს, იმათვის მიიღებს ამას. ცოტა არიან ასეთები, ცოტანი, მაგრამ მან იცის, რომ არის კრიტიკული განწყობა. იცის, რომ არის ეს კრიტიკული განწყობა ბიზნეს. შეუძლებელია ბიზნეს არ ესმოდეს, რას ნიშნავს, როდესაც მართლმსაჯულების სისტემა ინგრევა, როდესაც მართული მოსამართლე ყავს სამართლის დამდგენად, იმიტომ რომ როდესაც შენ ბიზნეს დავები გაქვს და ხედავ, რომ კორუფცია ამ ბიზნეს დავების დროს, ხედავ, რომ მოსამართლე რასაც უბრძანებენ იმას წყვეტს, შეუძლებელია ეს ბიზნეს არ ანგრევდეს და არ აწუხებდეს. ეს პირდაპირ კავშირშია ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების პროგრესთან. ამიტომ ეხლა ამით ცდილობენ მეტი ლაგამი ამოსდონ ბიზნესს, მეტი მარწუხები მოუჭირონ. მეგობრებო, ამის პასუხი არის, რომ არ მიიღო ეს. არ უნდა მიიღო ის, რაც უკანონოა. ჩვენ რო კანონში ჩაგვიწერონ დღეს, პარლამენტმა რო ჩაწეროს, ყველამ ხვალ თვითმკვლელობით დაასრულეთ სიცოცხლე. ჩაწეროს ეს პარლამენტი და უნდა ეხლა უტრირებას ხო ვახდენ, ესეც ვერ წარმომედგინა რომ ამას მიიღებდნენ, მაგრამ ხვალ შეიძლება ნებისმიერ სიგიჟე ჩაგვიწერონ, მივიღებთ, იმიტომ რომ პარლამენტმა ეს დაადგინა? არა. ამიტომ არსებობს ზემდგომი კანონი, რომ ვიხელმძღვანელოთ იმით და ვთქვათ, რომ ამ სიგიჟებს არ მივიღებ. თუ შენ იცი, რომ შენ გაქვს გამოხატვის თავისუფლება და გაქვს უფლება თქვა ბიზნესმენი რო ხარ, რომ მე არ მომწონს ეს სისტემა, მე არ მომწონს ეს მიდგომა, მე მინდა ჩემი ქვეყანა ევროკავშირში და ასე შემდეგ. და ამას გააგრძელებ, იმიტომ რომ შენ ეს უფლება მოგცა კონსტიტუციამ და მიიღეს უფლება შენ როგორც მოქალაქემ დაბადებიდან. შენ უნდა ისარგებლო ამით, თუ ამას დაემორჩილები, ანუ ამ უკანონობას. კანონი შეიძლება იყოს სიგიჟის ზღვარზე გასული. მაგრამ უნდა თქვა, რომ ამას არ მივიღებ. თუ ამას ემორჩილები, კიდე უარეს ჩაგიწერე. ხვალ გეტყვიან, რომ თქვენ ხარკი უნდა გადაიხადოთ ქართული ოცნების სალაროში. გადაიხდიან, რადგან ჩაწერენ და ეს არის საინტერესო კითხვა. მთელი ფილოსოფია მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთობის ეს არის, უნდა იცოდე შენი როლი, შენ ხარ ხელისუფლების წყარო და არა კობახიძე და არა ვიღაცა იქ ვინც მაჭარაშვილი ვიღაცა რაღაცას რო წერს ან ჯღაბნის იქ რა ქვია იმ ბიჭს ურდულაძე თუ გორდულაძე რომელიც არ წხვეს იმ ჩემ კომიტეტს რომელიც იყო სანიმუშო კომიტეტი პარლამენტში და იყო ყველაზე პროგრესული კომიტეტი ადამიანის უფლებები და იურიდიული კომიტეტი რომელიც აჩვენებდა უდიდეს რეფორმებს რაც ბრიტანულ პარლამენტს ჰქონდა საუკეთესო შედეგები ვაჩვენეთ ბრიტანელი ექსპერტები იყვნენ გაოგნებულები როდესაც მე მათ 3 წელიწადში ვაჩვენე მათი მოდელის უკავშირით და თქვენს რომ ესეთი რამ ასეთი შედეგები მოკლე დროში არ მიიღწევათ ეს საქართველოს მაგალითზე ნახეთო და მე სხვა ქვეყნებში ვაკეთებდით ამ მოდელის პრეზენტაციას ეს ყველაფერი დაანგრიეს იმიტომ რომ ასეთ სიგიჟეებს რო ჩაწერ და მე რო ელოდები რომ ამას მორჩილად მიიღებს ბიზნესი რა თქმა უნდა მეც გაბედავ ამიტომ უნდა ვთქვათ რომ არ შეიძლება ამის გაკეთება არ შეიძლება ამის მიღება და თუ კანონი ვერ იმუშავებს აი ეს დაწერილი კანონი ჯერ უკუქცევით ძალა აქვს უკუქცევითი ძალა არ შეიძლება გააჩნდეს გრანტებსაც შეეხება თუმცა არჩილ გორდულაძემ დღეს ხმამაღლა თქვა რომ კიდევ თუ დავინახავთ რომ ხრელები დარჩა რომ ისევ შემოდის უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში რა თქმა უნდა გავამკაცრებთ კანონსაც ცოტა დრო გრჩება ქალბატონო ეკა და რადგან ბიზნესიც ვახსენეთ მინდა კითხოთ ერთი თემა რომელიც მოვინიშნე პატიმრების მდგომარეობა ციხეებში, როგორც ვიცი, მონიტორინგისთვის პერიოდულად ნახულობთ პატიმრებს, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილს, გიორგი ჩიკვაიძეს. როდის იყავით ბოლოს მე-18 დაწესებულებაში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? იმდენი რაღაც ხდება ქვეყანაში, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც არ გვსმენია სიახლეები, მათ შორის ბიზნეს პოლიტპატიმრებს. ხო, ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ამ მონიტორინგს, მეც და ჩემი ადვოკატებიც, ახლა ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საქმეზე, წინა კვირასაც იყო შესული გიორგი ჩიკვაიძესთან, ბაჩიაშვილი უფრო ახალ წლამდე ნახე, როდესაც ის რთული პერიოდები იყო. ზოგადად სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, ერთიანობაში რაც შემიძლია გითხრათ, ყველა მათგანი საქმე არის ინდივიდუალური, თუმცა ყველგან არის
ერთი მთავარი რამ. არცად არ არის მტკიცებულებები დანაშაულის მადასტურებელი. არცად არ ჩანს, რომ მართსაჯულება ხორციელდება. ყველგან ჩანს პოლიტიკური ანგარიშწორება. აი ხა ის რომ გიორგი ჩიკვაიძე ბიზნესმენი ერთ-ერთი წარმატებული ხო შედის სახსალამათი ციხეში შედის რა დააპატიმრეს და შეიყვანეს ციხეში და დღეს როცა მე შევდივარ ეტლით მოყავთ ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად ეს ხო უკვე აი ვიზუალურად გამოხატული ძალადობრივი სისტემის მაგალითია და გაუნადგურეს ადამიანს ყველაფერი ჯანმრთელობა ბიზნესი ასეთი ხანგრძლივი პატიმრობისთვის გამეტება მიუხედავად იმისა რომ ყველა მათგანი მხნეთ არის და შინაგანი სიმტკიცე აქვს სიმყარე აქვს მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი და ძალიან რთულია მაგრამ მათ აჯობეს ამ რეპრესიებს და აი სხვა შორის ბიზნესზე რომ საუბრობდით ყველაზე კარგი მაგალითი ეს ადამიანები არიან ციხიდან აძლევენ მაგალითებს აი მეტად უფრო ნაკლებად გაუმეტად თუ ნაკლებად გაბედულებს და მათ უნდა შეხედონ აი ნახონ დატუსაღებული ადამიანი რომ გაჩვენებს უდრეკობის და სიმამაცის მაგალითს შენ ხო უნდა მოგინდეს რომ გარეთ აჩვენო ეს გამბედაობა შენი თავი უნდა შენი თავი დაიცავი შენი შინაგანი სამართალი დაიცავი ჩვენ რას დავემსგავსებით თუ აი ასეთი კანონებით რასაც აგვიწერს ახლა ოცნება ასაც აქ წერს გორდულაძე თუ კობახიძე თუ ვინმე სხვა თუ ამას ჩვენ მივიღებთ ჩვენ როგორც ადამიანები რას დავემსგავსებით როგორც მოქალაქე ჩვენ როგორ ვივარგებთ როგორც ბიზნესმენი რა როგორ იქნები შენ სანდო ან რო ავი ნებისმიერ პროფესიაში რა არის ადამიანის ფასი თუ დაგამსგავსებს ამ რაღაცა შლეგ ჩანაწერს კანონი როდესაც არ იმუშავებს და არ იმუშავებს როდესაც მას საზოგადოება უპირისპირდება გონიერი წინააღმდეგობით ის დარჩება ფარატინა ფურცელზე თუმცა სამწუხაროდ როცა ერთმა კანონმა ვერ იმუშავა რუსულმა შემდეგ ეგრეთ წოდებული ქართული ფარა გრანტების კანონი კიდევ და კიდევ უფრო ამკაცრებენ კიდევ უფრო მეტად უნდა ჩვენც კიდევ უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ჩვენი დაცვითი ზღუდეები ეს არ არის პერსონალურად საკუთარი თავის დაცვა მხოლოდ შენ რო ამით იცავ შენ სახელმწიფოს შენ იცავ მათ შორის შენ თავსაც დიახ ჩვენ მონაწილეობთ ყველა საჯარო პოლიტიკაში იმიტომ რომ პოლიტიკა არის საზოგადოების მართვის ხელოვნება და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტი როგორი არის პოლიტიკური სისტემა და ამიტომ ჩვენ ვართ ვალდებული ვიყოთ ჩართული ამაში კი არა და გავიქცეთ დავიმალოთ პირიქით მეტად გამოვჩნდეთ და ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების წყარო ნამდვილად ირაკლი ღარიბაშვილი ხომ არ გინახავთ ჯერ არ მინახავს არა ჯერ ვერ მოახერხებთ ისე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი თუ ექნება სურვილი ვნახავო ნახოთ რატო არ უნდა გქონდეს თუ არა უგრძალეს კი ბატონო წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში ქალბატონო ეკა რა დავასრულოთ უსამართლობა და პოლიტიკური პატიმრების ხანა. მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა ყოფილი დეპუტატი მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ნეკა ბესელია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.